საზოგადოება ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. წინა საახალწლოდ კვებახიძემ სუპერმარკეტების მიერ ხელოვნურად შექმნილ ფასნამატებზე ისაუბრა. რითაც მისივე თქმით გამოძიებაც უნდა დაინტერესებულიყო. რატომ შეიძლება არსებულ ფასნამატებს კრიმინალური, მეტიც მოღალატეობრივი უწოდოთ? საქართველოს მოსახლეობის უზარმაზარ ნაწილს საკუთარი შვილების გამოკვება უჭირს. UNICEF-ის და SACSTAT-ის 2023 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების 38% სოციალურ და მატერიალურ დანაკლისში ცხოვრობს. ამავე კვლევის მიხედვით საქართველოში ხორცეული რძის პროდუქტები და ხილი ხშირად ფუფუნება. სიღარიბის რისკი განსაკუთრებით იზრდება იმ ოჯახებში, სადაც 3 და მეტი ბავშვია. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე, ანუ 255 ლარზე დაბალია. გამოდის, რომ 13 წელია ქართული ოცნება ამ ოჯახებს ხალატობს და პირიქით, კარტელურ გარიგებებს იცავს. იმაზე საუბრის ნაცვლად, რომ 13 წელია ოცნება კარტელების ინტერესებს ემსახურება, ოპოზიცია სუპერმარკეტებზე თავდასხმამ შეაშფოთა. ჩვენი პოლიტიკური კლასი მზად არის თავისუფალი ბაზრის იდეა თუნდაც მოსახლეობის შიმშილის ფასად დაიცვას. მსხვილი ბიზნესის და ხალხის ინტერესთა კონფლიქტისას საბაზრო ფუნდამენტალისტები ყოველთვის ბიზნესის მხარეს აირჩევენ.